მოგესალმებით ჩემო კარგებო, ძალიან დიდი გამოხმაურებიდან და დაინტერესებიდან გამომდინარე ლილოს სიტის მდებარეობასთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებული ჩინელების ბაზრობა, ასევე სადაც არის ხოლმე ღამის ბაზრობაც, ვეცადე რომ გადამეღო, როგორ შეგიძლიათ მიხვიდეთ. მე გადავიღე რუსთავის მხრიდან, ანუ კახეთის მხრიდან რომ მოდიხართ, კადრში ჩანს ანუ ლილოს ბაზრობა, როგორც კი გავწდებით ლილოს ბაზრობას, ძალიან მალე არის პირველივე შუქნიშანი და ვუყვევთ ხელ მარცხნივ. თუ მოვდივართ თბილისის მხრიდან, ამ შუქნიშანზე ლოგიკურად შევუყვევთ ხელ მარჯვნივ. და სადაც დაინახავთ ამ დიდ წარწერებს, რაც კადრში ჩანს გარკვევით და შევხვევთ და ნახავთ მოკლედ გაყვებით მთლიანად ესე ჩაყოლებაზე არის მაღაზიები ამ ჩინელების და ასევე შიგნითაც შეხვალთ და იქაც ძალიან ბევრი მაღაზია არის. ნუ ძალიან ბევრი არ არის და ძალიან დიდი ტერიტორია არ არის, მაგრამ საკმაოდ ბევრია. იმდენად რომ მოკლედ არჩევთ რაღაცებს თუ გადაწყვეტ წასვლას. ამ ღამის ბაზრობას რაც შეეხება, იმართება ყოველ 4 შაბათს და შაბათს, რომელიც იწყება დაახლოებით 6 საათისთვის საღამოს და ამ დროს უკვე ეს ჩინელებიც არიან იმ მაღაზიებში. ეს ყველაფერი ხდება გარეთ, ანუ გარეთ შლიან ამ თავის პროდუქციას და ვიდეოში ჩანს ძალიან ესეთი მისაღები ფასი აქვს, მაგალითად ამ წინდებს 10 ცალი შეკვრაში იყიდებოდა შეკვრებით ოღონდ ღირდა 5 ლარი. ასევე იყო შედარებით უკეთესი ხარისხი, რომელიც ღირდა 7 ლარი. გონია რომ ძალიან ესეთი კარგი მისაღები ფასები აქვს. ეს დიდი სარაფნები ღირდა 30 ლარი, ზოგი 25, ბავშვების აი ეს ზედა ქვედა ღირდა 15 ლარი, ზოგი 18 ლარი. თითქმის იგივე ფასები აქვს სხვათა შორის, რაც ლილოს ბაზრობაზე არის, თათრების ბაზრობაზე, თუმცა აი წინდები მაგალითად მე ამ ფასში ლილოზე არ მინახია. ეს ფეხსაცმელები იყიდებოდა ცალობით ბოტასები. აქ არის ძალიან დიდი ასევე ფეხსაცმელების მაღაზია, მაგრამ ის ცალობით არ იყიდება და ეს კონკრეტული ადამიანი ყიდდა ცალობით ამ ბოტასებს, რომელიც საკმაოდ ისეთი ნორმალური ხარისხი იყო. ხარისხთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო ასევე, ბევრმა ადამიანმა დამიწერა ჩანთების ვიდეოზე, რომ ეს არ არისო პირველი ხარისხის რეპლიკაო, ეს არ არისო კარგი ხარისხი და ასე შემდეგ. ძალიან ლოგიკურია, ძალიან მარტივია. ჯერ ერთ ვიდეოშიც გარკვევით აღვნიშნავ, რომ არ არის გადასარევი და განსაკუთრებული ხარისხი, არის ფასთან შესაბამისი და მგონია, რომ ამას ისედაც უნდა ახვდებოდეს ადამიანი, როდესაც 25, 30 და 35 ლარს აძლევს, რომ ამ ფასში უმაღლესი ხარისხის რეპლიკას ნატურალურ ტყავს და რაღაცა გასაგიჟებელ ხარისხს არც უნდა ელოდო და არ უნდა კონდეს ამის მოლოდინი. იმედი მაქვს ეს ვიდეო გამოგადგებათ, ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა. დროებით.